ძვირფასო ტელემაყურებლებო, გთხოვთ მიესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ვანო მერაბიშვილი. როგორ ახალ? მუსიკა დაგახვედროთ. გაბზანდით. მისამღერამდე მივალ და მე მუსიკა ნელელა უნდა გაიყვანოს. ესე გადის. მოგესალმებით, როგორ გადებით, ბატონო ვანო? რა ვიცი. როგორ მოგმართოთ ახლა, ბატონო ვანო თუ ვანსკი? რამე ესეთი რომელი ჯერ რიტუალი არ ჩატარებულა. ხო, ჯერ არ ჩატარებულა ეს კორონაცია თუ. კორონას კორონაცია. ხო, რაღაც სახელი უნდა აიღო, ვანო რაბაცკი ან რამე. ვანო ახალციხსკი, რაღაცა ეგეთი სახელები, ხო, პრინციპში. კაი ხანი არ ყოფილ ხარ ჩემს გადაცემაში, ვანო. დიდი მადლობა რომ მოხვედი, მოახერხე. არ მიშობდნენ თორე მოვიდოდი. კი ბატონო, გინდოდა. ხო. რამდენი წელი იჯექი, ესე იგი ბოლო-ბოლო? ბოლო-ბოლო ვიჯექი 6 წელი და 9 თვე. 7 წელს არ ამბობ, 6 წელი და 9 თვე. ანუ ესეა სწორი, ხო? 6 წელი და 9 თვე. ანუ რაღაცა კანონებს, რაღაცა წესებს უკვე ისწავლიდი, ხო? იქ რაღაცა როგორ არის ზონის კანონები. ძალიან დიდი ხანი ვიყავი, ასე ვთქვათ. ხო. მოხსენი რეკორდი ბოლო წლების. მოხსენი რეკორდი და რამე, ნუ ხო არ აპირებ მომავალს, რას ფიქრობ? ანუ აი ციხიდან გამოხვედი, რაღაცა ხო ხტები, აი. ეხლა მოდი ასე ვთქვათ, ვიჯექი დიდხანს. ხო. კარგად ვიჯექი. კი ბატონო. ვაშკაცურად. კი ბატონო. აძვანკა დაზვანკა. არ გავბოზდი. კაია. იო, ასე რომ შემილია კანონი ქურდი გავხდე. ჩვენ ფორმა ხა ისეა რომ ბევრი კანონი ქურდი ამდენის ნახევარიც არ არის მასში. კი ბატონო, მაგრამ ეხა კანონი ეხა სკაიპით კეთდება, ხო იცი ეგ ამბავი. გაიგე გამბებით. ქურდობაზე სკაიპითაც შეიძლება რა. საიდან გაიგე გამბებით? ანუ შემოდიოდა, რა ქვია იმას, ციხეში რო აგზავნიან? ქსივა შემოვიდა. ვაგზავნი. კაია, ესე იგი, რაღაცა გზას ეწევი ერთი სიტყვით რა, ანუ არ დაიკარგები. მაგრამ ფორმა გაქვს ნაცვამი. ხო, მაგრამ როგორი სიტუაცია იცი, მაინც ეს ქვია ეს არ გაბოზება მუშაობს რა. არ გაბოზება მუშაობს. აი, მოდი დავიწყოთ ციხის ამბები, მაინტერესებს ძალიან. აი, პირობები ნორმალური ქონდა, ხა ერთი მარტო იჯექი, ხო? ხა სერიოზულად მაინტერესებს, როგორი პირობები იყო. ანუ რამე ქონდა განსაკუთრებული, ანუ თუ რა პირობები ქონდა? საშუალო, დაბალი, მაღალი. მან როგორ არის იცი? შენ როგორც დააყენებ საკითხს ეგრეა რა, მაგრამ ხანდახან იყო ხოლმე რაღაც ესეთი ბუნებრივი ჩარევები რა. მაგალითად ერთხელ ამოძრო ვირთხა. დასაბ. რანაირად? კანალიზაციიდან ამოძრო ვირთხა. უნიტაზიდან ამოძრო? უნიტაზი არ იყო ეს, ხო ისი თურქული ის რო არის აქვე უნიტაზი. თურქული ამოძრო ვირთხა. მიმართე ადმინისტრაციას რა იქ თაბ ვირთხა ამოძრო მე თქვი და იქ რამე მოიფიქროთ. ნუ რაღაცა მოწამლოთ რა რაღაცა ხნათ და. მითხეს რომ მაგარი მეთოდი ვიცითო ვირთხის საწინააღმდეგო. რა. უნდა აიღო კოკაკოლის ბოთლი ლიტრარხევრიანი. ხო. უნდა ჩაასხა წყალი. უნდა დაუცო. უნდა ამოატრიალო და დაუცო იმაში. ამ თურქულ ტუალეტს. თურქ ტუალეტს. მე გითხარი, ეკი გავიგე მე თქვი, ავიღე და დაუცე და მერე მოკლედ თვითონაც დაიბნენ. მე მგონია ესეთი შეკითხვა არავის არ დაუსვა. ხო, არა, საინტერესოა. ხო და კიდე იყო ის რომ მე რა ხდეს იცი, რასაკეთებ, მე ჩაყარეს ის რაღაც მოიტანეს და ის ჩაყარეს რაღაც, საწამლავი თუ რაღაცა. ხო. მე პრობლემა მე დაიწყო. 12 საათიო წყალი რა ჩაასხა. აუჩი. 12 საათი წყალი და შესაბამისად არც უნდა შეხვიდე. არც უნდა ისარგებლო რეალურად. ხო და რა ვარია ხა წარმოედგინე. არა, მართალი ხარ, დაართული. აი პირობები, ნორმალური პირობები იყო. აი პირობები. არა, სხვათა შორის ძალიან სახალისო ამებიც ხდებოდა. მაგალითად რა იყო? მაგალითად იქ ასე ვთქვათ, ხო იცით, ყველა ციხეს თავის ნუნუ ექიმი ყავს, ხო იცით? მაგრამ ჩვენ შემთხვევაში იქ მამაკაცი იყო რა, ასე ვთქვათ და მამაკაცები იყვნენ ეს ექიმები და. ხო. ერთხელ გავდივარ ექიმთან, ნუ რაღაც ჩივილი მაქვს რა, ასე ვთქვათ და. კი ბატონო. რომ შევდივარ ვაკეთე პატარა პაუზას მინდა მოუყვე რა რა ჩივილი მაქვს და ამ დროს გამახსენდა ერთი ანეკდოტი და ამიტყვა ხარხარი. მე კითხება ეს ექიმი რომ რატო იცინიო მე ვთხარი რომ ანეკდოტი გამახსენდა მე თქვი და მოუყევი.
მოკლედ პაციენტი მიდის ექიმთან და ეუბნება, ექიმო, მეკავებაო. ექიმი ეკითხება, რომ სად მუშაობო? უმუშევარი ვარო და შეკაი ადამიანო, იქავე და იყავიო კაცო. მე ვთქვა, ეხლა ეგ არ მითხრა. ხო, რატე 7 წელი უნდა იჯდეთ. რატი რა საქმე გაქვს? ერთი მაინტერესებს. კამერა გეყენა ხო ჩვეულებრივად? ანუ შენს კამერაში აი ესეთ ბოლთა კამერა მეყენა მაგალითად. ანუ ისეთი რო არ ჩანს ეგეთი არ დიდი არა, ესეთი აი ეს დემონსტრაციული და რამე, კაი, კაცური. და იყურებდნენ ჩვეულებრივად მთელი დღის განმავლობაში გაკვირდებოდნენ. ой, მაგ 2-ზე 1 რამე გამახსენდა რა, მოკლედ. ხო. ჩემი საქმე ხო სტაზრუქში იხილებოდა და გააგზავნა ამ თავრობამ, ქვია, გამოძიების მასალები, ეგრეთ წოდებული გამოძიების მასალები სტაზრუქში და სტაზრუქმა გამიგზავნა მე. მე აქ არ წამაკითხეს ჩემი საქმე, მაგრამ იმათ რომ ისეს, იმათმა მომწეს, ასე ვთქვათ, საქმე და სტაზრუქის საქმე. ეხლა ავიღეთ, დავიწყე კითხვა, ხა, ბევრი ვერაფერი გავიგე, იურისტი არა ვარ, ასე ვთქვათ, მაგრამ ერთი რამე აღმოვაჩინე ძალიან სერიოზული. კი ბატონო. რომ ამ ვიდეო კამერით ხდება პირდაპირ ყურება რა, ასე ვთქვათ, იქ თანამშრომლები ზიან და უყურებენ რა ხდება. პატიმარი რაშუება. პატიმარი რაშუება. აღმოვაჩინე, რომ სამივე ოპერატორი, ასე ვთქვათ, ვინც უყურებს და მათი ხელმძღვანელი არის ქალბატონი. ქალები გიყურებდნენ? ძალიან უხერხო მდგომარეობა. ბევრი რამე ექნებათ ნანახი. აუ რომ და მე ანუ ძალიან უხერხულს ჩავარდებოდი ახლა ხტები. კაი, ვარნო გეყოფა ხო. ერთი ეს გამოსვლის პროცესი იყო ძალიან საინტერესო რა, რომ გამოხვედი ხო, იმდენი ჟურნალისტი შემოგესია, ხო? გონი ციხეში უფრო მარტივად შეხვედი, ვიდრე მარტივად გამოხვედი, ხო? ფაქტიურად ესე იყო, ხო? იმიტომ რომ ლამის შეგაბრუნეს უკვე. ძალიან შემეშინდა მაგ დროს. ხო, ხო, აი როგორ გაიხსენებ მაგ დღეს, რომ აი პირდაპირ შემოგესივნენ ამდენი განსაკუთრებით დავინახე, რომ იმედი ჟურნალისტი გაწვებოდა ძალიან. შესატრიალებლად. მაგ დღეს ესე იგი ყველა ვიცოდით რა, ნუ ამადამ 10 საათზე უნდა გამოვიშვით. ხო. ნუ ხა თქვა უნდა მეგობრებმა ასე თქვა გაიგეს ეს ამბავი და ნუ შეკრება დაიწყეს რომ გარეთ დამხვედროდნენ. ნუ ესა თქვა უნდა გაიგო ასე თქვა ვინც უნდა გაიგოს და 1 საათით ადრე 9 საათი შემოვიდნენ ბატონო ვარო სასტრაფოდ დატოვოთ ეს დაწესებულებაო. ანუ ეგრევე მე ვარ საქართველოს ისტორიაში პირველი ადამიანი, ვისაც მინდოდა გვიან გამოსვლა ასე ხო. რა ვქნა, ნუ ეხლა 1 საათი შარვალივით ხალხი მოგროვებული. ხალხი მოგროვებული იყო რა, ეხლა ხო მეც ხო მინდოდა ხა პიარი გამეკეთებინა რა, 10 წუთი ნასკები ვიცი, ვითომ ნასკები ის არის, ვითომ ისა და ბოლოს მითხრეს ბატონო გამომზადეთ და მე ვიწყარი ტუალეტში დავიმალე 9:30 საათი. მართლა, შედი. და მე დავიკაკულეს იატოში ხაჩიო. და ანუ ესე იგი მოკლედ 5 წუთამდე გამომაგდეს ციხიდან. მაგრამ რა გინდა? იმათმა გამომაგდეს და მათო კიდაღამ შემაგდეს უკან. კი, მაგრამ იკშყლიტეს კი ბატონო. გადამიარეს ხო და ხო, იცი რა უნდა კითხო, მე გვარამიასთან ინტერვიუს უსმინე შენს. კი, უსმინე. ხო და აი გვარამიასთან სტუმრობის გარდა კიდევ რას ვერაპატიებ შენს თავს? რას ვერაპატიებ შენს თავს ეს მაინტერესებს. ეგეთი მძიმე წუთები ძალიან ცოტა მაქვს. ხო, არა, რატო არ არის ისტორიის შეკითხვა, ახლა ვიცი რა არის, მეც ჰარტოკი მაქვს. ჰარტოკი. კი, მაგრამ იცი რა არის, ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ გამოხედი და რითი ირჩენ თავსო. ხო და მშობლები და მეგობრებიო მარჩენენო, მშობლები და მეგობრები მარჩენენო. აი ეგ რამ გათქმევინა, აი კაცი. აი დღესაც მწხვენია, აი მართლა ხო ახლა ამ ხელა კაცი. ხო გამოხედი და ამბობ რომ რა არის ისე აი მშობლები და მეგობრები მარჩენენ. და ჩვენც მისმენთ აქეთ. ალბათ ისე ვაიში პატრონს. ხო და აი რამ გათქმევინა ეგ მაინტერესებს. როგორ არის ისი? მე ხო ასე ვთქვა, ამ იზოლაციამ ხო გარკვეული დაღი დაასვა ეხლა. ხო. რამეს და რომ გამოვედი ეხლა ვიკითხე მეგობრებში რომ ბიჭო ეხლა რა სამობენ მე თქვი რა? აი ჩვენ დღეს ასამობდნენ რომ ლარი ბენზინი და ლარი მიაქვთ ხო? ხო, არის იყო. რაღაც ხო იყო გასოს ეგეთი რამე. ერთი ქალი და ერთი ბარკალი ჩვენია ხო?
აი ეხლა რას ამობენ მე თქვი რა აი. ხო. ეხლა ამობენო აი მაგალითად რომ მამაჩი ვთქვათ პრემიერ-მინისტრი იტყვის რომ მოქმედი ასე ვთქვათ რომ მამაჩევა მომცა 50000. ხო. დედაჩემ ამიშენა სახლი და ასე შემდეგ. მე გადავწყვიტე ეს მოდაშია. გეგონა კაი. კარგი იყო. და ჩეულებრივად. ასე ვთქვათ, აი მასაკია, მესიჯ ბოქსი მეგონა რა ეს გასა კარგი. და გამოხედა მშობლები მარჩენენ. გაუბრიყვდი. გაგაბრიყეს. როგორ ფიქრობ ახლა ციხიდან რომ გამოხედი ბევრი რამ შეიცვალა საქართველოში აი ზოგადად აი. კი. იმიტომ რომ აშკარად Nokia-ს დროს დაგიჭირეს და iPhone 11-ის დროს გამოხედი. მაგრამ ავითვისე. აი თვისე ისწავლე, კარგად? ხო, ანუ იცი ხო ყველა სწავლობ, ჩალი. ძერ სწავლობ. ხო, და ბიზნეს TikTok-ი გაიცანი ზოგადად ბიზნეს TikTok. არა, ზოგადად TikTok-ს თუ გაეცანი, თორე ბიზნეს ეგ მერე ვისაუბრე. ხო, მაგრამ TikTok-ი რაღაც ეტაპის მერე მოსაწყენი ხდება, იმიტომ რომ არის არა, ლაივში წყურება ფაქტების უფრო სასაცილოა ხშირად. კი, გეთანხმები. ერთი ძალიან საინტერესო უდო რატო არ შეგახეს? უდო მაყურებელმა თუ არის ეს ვადამდე ადრე გათავისუფლება ეს, ხო? აქ ითვლება რაღაც კრიტერიუმები, რომ როგორ იქცევი საპატიმროში. და იმის გამო არ გაგათავისუფლეს ვადაზე ადრე, რომ მაგალითად არ წერდი ესეებს, ხო, იყო ეგ. არ ძერწავდი. არ ძერწავდი, მართლა, სერიოზულად, არ ძერწავდა. რასადროდის არ თამაშობდი, ხო, იყო ეგ და ფიზიკურ აქტივობებში არ ერთვებოდი თუ რაღაცა. სხვადასხვა ერთი თანამშრომლები ხო არიან სოციალური თანამშრომლები და ერთ-ერთი ცენტრალური დეპარტამენტიდან გამოაგზავნეს. ეხლა მე ხო აი VIP პატიმარი ვიყავი და გამოაგზავნეს ესეთი სოციმუშაკი და ფსიქოლოგი ასე ვთქვა და მეკითხება რომ ბატონო ანუ ისიც რომ ძერწვაო ძალიან შველისობს ფსიქოლოგიურ სიტუაციას. ანუ აიო თუ პრობლემა გექნება თუ აი ფსიქოლოგიური აი ძერწვის დროს გამოხვალ თუ ამ მოყარებები. და მე ვუთხარი რომ ქალბატონო მე პრობლემა არ აქვს ფსიქოლოგიური, მაგრამ წარმოიდგინეთ მე დავიწყე ძერწვა. ძერწვა რა? ყველა ხო მიხვდება რომ გაუფრენია ამას. ვერ არის კლაც. აი მე რო გამომეძერწავ ანუ რამე აი თქვა შენი ბიუსტი რო გამომეძერწა. და ეგ დამედო. შეიძლება კაი ხელი გაქვს და კაი მოქანდაკე გამოსიყავი იქიდან მშვენიერი ესეთი რა ფასეული ქანდაკებები ცოტა ავანგარდი რამე ქანდაკებები ხო იცი ძალიან პლასტილინით. პლასტილინით რა. ხო რა ვიცი. თუ დაიღალე თუგინა შევწყვიტო და ცოტა ხანი პრაგულკაზე გავიყო. სხვადასხვა ამბობს არის ხოლმე პრაგულკა. ხო. პრაგულკაზე გავიყო კი ბატონო. ანუ შეეჩვიე ხო იცი? მოდი მე. ხო და ესე იგი მე რას გეუბნებოდი რომ თვითონ ეს პრაგულკის ტერიტორიაც დიდი იყო თუ როგორი იყო? აი ოთახის ხელა იყო, როგორ სახურავი არ ქონდა. სახურავი არ ქონდა. 9 კვადრატული მეტრი იყო. 9 კვადრატული მეტრზე, ესე იგი 9 კვადრატული ზემოთ ქონდა უბრალოდ რაღაცა სეტკიანი ის, ხო? ხო, ნაყოფი ყურა ხარ. არა, ნაყოფი, მაგრამ მივხვდი კინოებში მაგ ნანახი მობძანე. ხო. კი ბატონო, გავიდა პრაგულკაში. გავაგრძელოთ. ესე იგი, როგორ თქვი, არანაირი თანამდებობა არ მინდაო. კი, მე არა. მე უნდა დავნიშნო თანამდებობას ხო. ანუ თქვენ უნდა დანიშნოთ. აბა რა, ახლა მე რა. რატო? ნუ ახლა ივანიშვილი როგორ აკეთებს ხო? ანუ, ნუ რა ვიცი, იქნებოდა რაღაცა ანუ მაბნევ ახლა რა. ანუ არაფორმალური მართველი გიწევს. ნუ ახლა აღმოჩნდა რომ ის ყოფილა ეფექტური რა. აღორძინდა, განვითარდა ქვეყანა. ხო ხედავ რა კარგია, როცა არაფორმალური მმართველობა, ყველაფერი კარგად არის. თან პასუხისმგებლობა არა გაქვს, აღარ დაგიჭერენ მომავალ. აღარ დაგიჭერენ. მომავალში აღარ დაგიჭერენ, კი ბატონო. ყველას აინტერესებს ვანო, ვანსკი, ვანო, რავი. ყველას აინტერესებს რომელ პარტიაში? ვანო რაბაცკი. ვანო რაბაცკი მოგეწონა ყველა. რომელ პარტიაში აპირებთ გაერთიანებას? არ ამბობთ ახლა, მე ვიცი რომ ამ გადაცემაში არის. მე ასე ვთქვი. ხო, არა, კი არა რომ შეავპირებ. აი რომელი პარტია აპირებს ჩემთან გაერთიანებას? ეგაც არის. კი ბატონო. მე რამდენიმე ვერსია მაქვს პარტიასთან გაერთიანებას. მე მაქვს 5 ვერსია. 5? 5 ვერსია მაქვს და აი 5 ვერსიიდან მე მგონია რომ აი 5 ვერსია არის ეს 5 ვერსია. 5-ია რა, თვითონ ვერსია 5 მაქვს.
მე არის ხო ბიჭო ვერ გავიგე იმათ ვერ გავა არის ო არა ხო რა არა კაცო ეხლა ვერ გამობუსებ ვერ გამოგტეხავ გამორიცხულია არა კაცო ხო ის როგორც კი ფურცეს და პასტავ ხედავ იწუჩი შუვდები ხოლმე დაწერე ესე იგი ვანო რა უნდა კითხო იცი სააკაშვილის ახლა უკრაინაში დანიშვნაზე რა აზრის ხართ იმიტომ რომ აშკარად არის როგორი სიტუაცია იცი რომ საქართველოში ოპოზიცია უკრაინის მთავრობაში მოვიდა და უკრაინის ოპოზიცია არის აქ ხელისუფლებაში რა ფაქტიურად ხო და ახლა რომ გამოხედი ციხიდან თუ დაგეკონტაქტა თუ დაგირეკა და ასე შემდეგ ესე როგორც კი გამოვედი ციხიდან ხო მიშას ვეკონტაქტე და მოკლედ მიშა გააკეთა ხო ჩემი ვიზიტის ორგანიზება პოლონეთში უკრაინაში ვიყავი მე გერმანიაში და ასე შემდეგ და თან მომდიოდა ეს დღის წესრიგები ბილეთები ასე შემდეგ და ჩავიხედე და ვიძახი მე მგონი ახლა გავხდი პრემიერ-მინისტრი მეთქი. და პრემიერ-მინისტრი თუ დამნიშნეს, გამიშვეს ხაშოვში პამიდორებში. ახლა გამიშვეს პოლონეთში. ჩვენი ახლა ხარ პრემიერ-მინისტრი, ახლა გრძნობ. ხო რა, კაი. კი. მაგრამ იცი რა არის, ხო, ნუ ეს პრემიერობა საინტერესოა. მე ერთი შეკითხვა მაქვს, დღევანდელ ხელისუფლებას როგორ შეაფასებთ? ეხლა ვანო შოუში ვართ, შეგიძლია რამე აი რამე შედარება, კარგი სახუმარო შედარება მოიფიქრო რა. ერთი ანეკდოტი გამახსენდა რა. ხო. მეფესთან მოვიდნენ და უთხრეს მეფეო მტერი შემოგვესიაო. ხო. რამდენი არიანო? ჩვენზე ორჯერ მეტნიო. მაშინ მომიყვანეთო ცხენი და ხმალიო და წითელი პერანგი ჩამაცვითო და წითელი პერანგი რადგინდაო და რომ დავიჭირაო, ჩემა ჯარმა არ დაინახოს დაჭრილი ვარო. სისხლის ფერი, ხო? სისხლის ფერიო. ხო. გავიდა ერთი კვირა, ნუ მოიგო ეს ბრძოლა დაამარცხეს და მოვიდა ერთი კვირის მერე უნდა მეფეო ტერი დაბრუნდა უკან. რამდენი არიან? ჩვენზე 10 მეტიო. წავითო მომიყვანეთო ცხენიო, ხმალიო და ყავისფერი შარვალი ჩამაცვითო. ნუ არ შემეჭრა. აი, იქ არა პრესკოფეზე არ აჩას და ყავისფერები აცვიათ. ყავისფერი შარვალი აცვიათ, ესე გამოდის. ნუ ზოგ შარვალიც არა. ხო. იცი რა მაინტერესებს? ბიძინა ივანიშვილს არაფერი შემოუთვლია იქიდან, რომ გამოხვედი. იქამდე მithვლიდა და მერე არა. მერე არაფერი. არაფერი. იქამდე რას გითვლიდა? ხვალა სხვა არ გეტყვია შენ. ყველაფერი და ხო გითხარ ასე. ხო გითხარ თუ წმინდა. გაბოზდიო. მაგას გითვლიდა, ხო, გაბოზდიო. რა გამოსულიყავი მე ის ვანო აღარა. ადრე რო ვიყავი, გარეთ გამოდიხარ, მე ის ვანო აღარა. პირველი კომენტარი რო გაქვს, მე ის. კი ბატონო. ამიტომ მე რას გეუბნები, იცი რომ ანუ არის შანსი იმისა, რომ ხელახლა რამე საქმე აღძრან თქვენზე. ო, პაუზები არ მიყვარს მე. ბევრი პაუზები არ აღძრან რაო. ხო. იყო რაო, ხო იცი როგორ ვთქვა პიჭდერაო. პიჭდერაო. ამიტომ ირადაც მინდა შეგახვედროთ და დაელაპარაკე. მომბძანდით, პატყებულო, მომბძანდით, აი, ნახე. გამარჯობა. ვანო რაბაცკი სალამი. ვანო სალამი. სალამი. დაჯი. გადმოსულიყავ ჩვენთან გასწავლიდი, მაგრამ არ გასწავლიდი. როგორ ახართ? აბა როგორ არის საქმე ახლა? კარგად, თქვენ როგორ ახართ? ორი ვანო ხართ ხო შეკრებილი? კი ბატონო. ახლა როგორ არის? ვანო არის ვანოსთან თუ ვანოსთანაა ვანოსთურად? და როგორ არის? კი ბატონო. და ვანო ბოლო პერიოდში იუმორი დამეხვეწა. ძალიან დამეხვეწა როგორც ხედავ. სადა ხარ რუას ჩახარ კაცო შენ? ძალიან დამაგდით თვალს ჩხოდა შორს საბოლოო დროს. რაღაცა ვიყედავდი სად იყავი? რა ვიცი სად იყო კაცო დაჭერილი იყო მატროსოზე იჯდა. დაჭერილი იყო? ხო. კაი კაცო. ისა ვანო დაჭერილი იყო კაცო. დაჭერილი იყო გეუნები. აბა ახლა რაღაცას მატყუება ხე.
აი ოხერია და შენ ვიცი. არა, ეგრე იყო. მართლა ესე იყო, ანუ? მინდა გიჭირა კაცო. არ ვიცი, რა ვიცი, ახლა რა ვიცი. მინდა გიჭირა. ამის ბრძანებით არ იყავ, თქვენივე ბრძანებით იჯდა კაცო, რას ლაპარაკობთ. არა, ჩემი ბრძანებით ბოლო პერიოდში იმდენი დავიჭირე, რომ აღარც მახსოვს. ყველას ვერ მიმახსოვრებ. ისე ამ ბოლო დროს ცოტა ისეთი დამჩემდა, რაღაც გულმა ვიწყობა. აი ერთი ეგრევე ბრალით, კაცი ორჯერ თუ არ ჩავსვი, ისე ვერ მიმახსოვრე. აგერ უგულავა ძილის დავიმახსოვრე ახლა ბოლოს. ასაულია პირდაპირ. ასე არ გეწყინო შედეგ, არ მახსოვდი, უბრალოდ გადამოვარდა გული. კი ბატონო, აბა გისმენთ. ხო, ახლა ისე ბევრი რამ შეიცვალა ამ ბოლო პერიოდში. 7 წელს მანძილზე ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, მე გეტყვი ახლა. 6 წელი და ცხადოთ, რა რაჯილიანი კაცი აკვეთ, მეც მიყვარს ანგარიში ეს. მეც მიყვარს ანგარიში. მეც ესე ვარ სულ. ბევრი რამ შეიცვალა. და რაღაცებს გეტყვი ახლა შეიცვალა. შენ რომ ოპოზიცია რომ დამიტოვე, გახსოვს? ოპოზიცია. ისინი პოზიცია გახდნენ, ჩემთან იყვნენ მე. მე გავუშვი ისევ. და ისე ოპოზიცია გახდნენ, იმიტომ რომ ცოტა რაღაც ფინანსურად გამიჭირდა და სანამ წელს მოვიდგა მე. იყავით მან ცოტა ხანი. ხო. კიდე რა შეიცვალა, კიდე შენ ახლა ხალხი ხარ, ხო, წარმოშობით? ხო, საფუში გეყარებოდა ალბათ აბასთუმანში დასვენება, ხო? იყარდა, ხო? ახლა ვეყარ დაისვენებ. შეიცვალა. კიდე შეიცვალა. აჭარაში გახსოვს ის მწვანე კონცხი რო იყო აჭარაში? ხო. მწვანე კონცხი. ხო, ეხლა მარტო კონცხია. საოცარი ცვლილებები მოხდა ქვეყანაში. ხედავ როგორ განმავითარე. ევროპაც გაოცებულია ვანო ესეთი ცვლილებებით. ანუ მე გიჩვენ რომ აპოლიტიკურად იცხოვრო. მე ხო ის ცუც არ გიჩვენ ვანო. ესეთი კაცი ვარ ცუც. მან იმას გააჩნია ზომას და წონას. კი ბატონო. თქვენ კაცო შემოვთავაზეთ მე აპილებ აპოლიტიკურ ცხოვრებას და თუ არა. ჯერ დღეს შემოვთავაზეთ კაცო რას გამოდიხარ? მე გიჩვენ თუ აპოლიტიკურად იცხოვრო. ხო, მაგრამ ეგ მარტო რჩევა საკმარისია? ხო, თუნდაც არ მეუბნება. შემოიფარგლები და თუ რაღაცა ახლა თქვენ არ მიმორჩილებით, მაშინ მე შემოვიყვან კაც რომელიც ცხოვრებას გაგირთულებთ. აცმა თქვა რომ პოლიტიკაში ვჩებიო ახლა რას აი ესე გირჩევით პოლიტიკაში მაინც ხო? ჩება, კი. ბატონო, ახლა არის და ცხოვრების გართულება გინდათ? მაშინ მოწმე შემოახ პროკურატურიდან, რომელსაც თქვენზე ბრალდებები აქვს ახალი. მომბრძანდი ვაჟ ბატონო შემოვდი. შემომბრძანდი. ისევ ეს კაცო. იცანით ხო? ისევ მუშაობს ეს. ისევ შენ ხარ კაცო, რა უბედურება. მე რა ბიშვი გამოუშვეს? ხო, გამოუშვეს. ანუ გარეთ არის უკვე? კი, გარეთ არის, კი, გამოუშვეს. აი სრულ მოწმეებს სად მოგვეტყ დედის ტრა. მოდი აბა დავიწყოთ, რა ხდება მითხარი. ბატონო ბიძინა პროკურატურიდან გამომატანეს. აი ეს შენი საქმეებია ყველა. მომეცი. ეს დასტა. ისწავლე ხო ყველაფერზე პირად? აბა დავწყოთ. დიახ. აბა დასწრე. თავიდან? თავიდან მოკევი ყველაფერი თავიდან. სიცხლიანი 9 წელი. ხუჭო, ძალიან ზოგადია, ცოტა დააგოქრეთ რა. ამიტანი ზოგადია რაღაცა. სიცხლიანი 9 წელი და პირსისხლიანები. კი. ეს მოკლეში ნარსი კი არ მინდა, ცოტა გაავრცე, ცოტა რა თქმა ეს მოკლეს, ცეცხლიანი მოკლეს, ცოტა განავრცე კაცო. კი ბატონო. კონკრეტიკა უფრო მეტი. ესე იგი ქუჩაში იდგა ბატონი ვანო და ეს მოდიო დამიძახა და ხელში ეჭირა ვარდები. თეთრი და წითელი ვარდები. თეთრ ვარდებზე მითხრა ესო თეთრი ვარდებიო მეგობრობა არისო და წითელი არისო სიყვარული. არ მინდა ბიჭო ეს თბილი ისტორიები კაცო, არ მინდა რომანტიკა. გადადი საქმეზე, ვარდებაზე, გადადი პირდაპირ, რა თქმა უნდა ეს თბილი ისტორიები. პირდაპირ ვარდებაზე. თბილი ისტორიები რა. სპეცოპერაციაზე მოვყვები. ო, გაგაშერა, მე რა ვარჩიკი და კაცო, მიდი. სპეცოპერაცია იყო და დაგვიძახა მე და კოდუას. კოდუას. მე და კოდუას დაგვიძახა და ესე გითხრა რომ ორი ტყუპი მინდაო. ამინდაო? ტყუპი ორი. ტყუპი ბიჭო. ტყუპი წერია აქ. დაიტანე ყანა ხა ტყუპები. ტყუპი წერია კაცო. აჩაკი წერია აქ მეშე. აგინდა რა. აჩაკი წერია რა წერია აქ. ასი სულელებს ამ ხოლა კაცი კაცო. და ტყუპი ხო და დაატანი ცოტა აზრი. ტყუპი. იღადა ისეთ ყავს ვიტყვი მეცნიერება. ეი მე ორი ტყუპი მინდა კარგია. ვინახარ ის კადრი ხარ ეს. გათრია. გააგზელი ახლა პროკურორმა რაო რა პროკურორმა რაო. რაო პროკურორ რაო.
პროკურორმა რა თქვა პროკურორმა რა თქვა თავარ პროკურორმა რა თქვა ნუ იმეორებ ჩემ სიტყვებს თქვი რა თქვა კაცო რატო იმეორებ ჩემ სიტყვებს მთელი თორობა შესიტყვებს იმეორებს და მე გადადაგინე არის ეს კაცო ახსოვს თუ არ გახსოვს რა ისწავლე საერთოდ რა მახსოვს მე ყველაფერს ზეპირად კი ვერ ვიმახსოვრებ კაი გაგახსენებ მე მაშინ რაღაცეებს ახლა რას გიშობოდა ეს ვაჟბატონი რას გიშობოდა გაბულინგე ბა კი ბატონო მე დაგაშანტა ჟა დაქსტრე სა მე ესეც არ იყვარა მოვიდა თავში წამოგარტყა და გა თავში წამოგარტყა და გაკოცა რა გაკოცა ბიჭო გატკინა რა გაკოცა გატკინა კიდე რა ნახარ რა გაგიდა საერთოდ გამაგიჟებს ეს კაცს ვინეო გავაგზელოთ იდი მიყევი და მოსმენებს მაძალებდა რა მოსმენებს მაგის გამო ხოჩავშვით უკვე კაცო იდი და ეხო თქვი მაგის გამო არ დავიჭირე კაცი მაშინ კანფეტებს მაჭამებდა ვინ არის ეს რითმა შეცვალე ბიჭო რა გიდა რა ვინახარ საერთოდ ამისმა ბიჭებმა დამპატიჟეს სათევზაო მე სათევზაო დამპატიჟეს და ოქტომბერი იყო სიცივე იყო და გაყინულ წყალში შელიო მიდიო ბადითო ესე მითხრეს და შევედი და ძალიან სიცივე იყო და გავიყინე ესე სიცივე იყო თან შიშველი ვიყავი წელს ქვემო და რო ამოვედი წყლი და ნაპირზე დამაყენეს და 1 საათი დამცინოდე სანამ არ გავწვი დამცინოდე და დრაიბი აქვს ჩადენილი. და საზოგადოებას დამცინოდე ისო რა ქვიაო სილამადის კონკურსში უნდა მიიღო მონაწილეობაო და მე რომ მეკეთეს ჯორჯია ვასო რომ მეკეთა ეს მომხსნა და კისერზე შემოვახვედებით მაგჩობდა რა ლამაზი ხარ შეშობილდაღო რეიბი აქ რაკეტები ხედავთ მე ვიღა ისა ვიღაცა კაცი მოვიდა მე ღამე რო იყო ვიღაცა კაცი მოვიდა დიდი კაცი იყო მელოდი კაცი იყო და შავი ჯიპი ყავდა და ჩაისვა და წავიდე რა გინდა ბიჭო შენ რა გინდა ოთარის მაჭერი მე ბარცხალაძე კაცო რა გინდა რა არა რა გინდა დააბრუნა მე მოვიდა მოიყვანა ის აშენებულა მაშინ აუჭის აბა ძიო გაქრა დალაშაუ და თუ დღეში მამყოფებდა და TikTokers მაძალებდა. არ გინდა TikTokers-ზე არა. TikTokers მაძალებდა. ვერ ვიტან ეს. TikTok გამიკეთო, გინდა თუ ის TikTok-ი რო არის, რაკატაკატი ეგ მაგას მაძალებდა. არ ქნა, ხოჭი ვერ მეცეკვება, არ ქნა, ის რო არის, რაკატაკატი. რაკატაკატა. არ გააკეთო. რაკატაკატი. რაკატაკატა. აჩერდი გეუბნები. TikTok-ი кайო. მოკლედ ვანო ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო რომ მოხვედი ჩემთან გადაცემაში სტუმრად. მე სანამ გამოხვიდოდი ვიცოდი რომ ჩემს გადაცემაში უნდა მოსულიყავი სტუმრად. მე ჩაირივნი ეთყობა და სხვა გადაცემებში მიგიყვანეს რაღაცა მე ვიცოდი რომ აქ უნდა მოსულიყავი. ხო და ერთი რაღაცა გამახსენდა. მე ხა სიკეთეს არასოდეს არ მივიწყებ ვანო. შენ იცი ჩემი ხასიათი როგორი ხასიათის კაცი ვარ. ჩემთან საახალწლო გადაცემა რომ მიყავდა ხო გახსოვს. მაშინ ვიყავი მე სტუმრად, მე შენ იყავი იჯექი ჭამადგილას და მე ვიჯექი იმანთ. ვანოსთან იყო. ვანოსთან იყო. ხო და მაშინ შენ მე მაჩუკე მანქანის გასაღები. გახსოვს ეგ ამბავი? გახსოვს. ძველი მაინც თანამშრომლობის ამბავში მე მინდა ეს მანქანის გასაღები განვაქცევა. ვა, დიდი მადლობა, ბატონო. დიდი მადლობა მანქანისთვის. სერიოზულად, დღემდე გონიათ რომ ბანომერებში მანქანა მაქვს. ხო და მე მაინც ეს სიკეთე არ დაგივიწყე რა და მეც მინდა რომ აი ერთი ავტომობილი ჩემგან სახსოვრად რომ კონდეს. შეიძლება? რა როგორია? გაჭირებული ხარ პრობლემები გაჩენილი. აი რა კაია ძმარი კაცი ძმარა. პრობლემები გაჩენილი. აი ზვანოები და კაი ხალხია რა. კი ბატონო, ხო არ გინდა ეს თვითონ აქ სტუდიაში შემოვიყვანე. აბა შემოვიყვანე ჩემი მანქანა აბა. აბა ის როგორ არის სტუდიაში მანქანა ხო? კი ბატონო. ერთი წუთი დამელოდე და ახლავე შემოგიყვანე.
ეგ არის მანქანაო, კაცო. ერთი სიტყვით, ანუ რა ვიცი, მშობლები მარჩენენო ისაო, ესაო და ჩემთან იმუშავებ რა. დეკორაცია დასაშლელი იქ ყუთებია გადასატანი, რაღაცა ანაზღაურება იქნება, დანამატები იქნება, ხელფასები იქნება. არ გაგიჭირდება ერთი სიტყვით რა სიმართლე რო გითხრა. უფროსობასთან შეთანხმე? უფროსობასთან შეთანხმებული პრინციპში მეც ახლა ჩემი ისა არ არის პრობლემა, უფროსობა შეთანხმებულია. უბრალოდ რაღაცა ცოტა, სახლიდანაც გამოხვალ რაღაცა ცოტა რაღაც საქმე გაგიჭდება, მიხვდი რას გეუბნები და ჩემთან იქნებით და არც არ ამანაც არ არის კისრაფული. ხო, ამანაც ის არაფერს არ გიქცევ, ჩემი შესანახი ხარ ახლა ფაქტიურად სანამ რაღაცა გზას ეწევი და 1-2 ხარ, 1-2 თვე, 3 თვე იმუშავე, არა ვიცი. შემოვლებს როგორ გავუხარდება. დაჯექი. ესე იგი ძვირფასო ტელეფონი. მასავლეთ როგორ არის კაცო. ესე იგი დაჯექი. აქეთ უყურე, ამას წინ გადართავ, სულ ეს არის რა. ამას წინ გადართავ და ასე შემდეგ წინ წახვალ. აბა, ბატონებო, კარგად იყავით, აბა. ტელემაყურებლებო დღეს ამით გემშვიდობთ ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში. აბა წავედით. აბა, მოუჩქარე, დაუჩქარე, ნუ ზარმაცო.